დღეს ფაქტობრივად ძალიან ინტენსიური დღე იყო, ქონდა მუხურში შეხვედრა მეფუტკრეებთან, ასევე ზუგდიდში მოცვის პლანტაციაში და მოცვის წარმოებულ ფერმერებთან, ასევე თხილის წარმოებულ ფერმერებთან განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის და მინდა აღვნიშნო, არაერთი გზის გვითქვამს, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ფერმერებთან უშუალო კომუნიკაცია, უშუალო კონტაქტი, რადგან ადგილზე მოვისმინოთ თუ რა საჭიროებები აქვთ, რომ შესაბამისი რეაგირებები გაკეთდეს, შესაბამისი მხარდაჭერები გაკეთდეს და ადგილზე გავესწროთ ყველა იმ გამოწვევებს, რომელიც არსებობს, რადგან სოფლის მეურნეობა სჭირდება გამორჩეული მხარდაჭერა და შესაბამისად იყოს მხარდაჭერილი ჩვენი მხრიდან. უნდა აღვნიშნოთ აუცილებლად მოცვასთან დაკავშირებით, რომ საკმაოდ იზრდება ყოველწლიურად ექსპორტის ლევანდელი წელი გამორჩეულია ამასთან დაკავშირებით, იხსნება ახალი ბაზრები, რაც ამ კულტურას დამატებით საექსპორტო პოტენციალს ზეს და თავისთავად ცხადია ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი კულტურა არის. ჯამშიც ლევანდელ წელს მოცვის ექსპორტით მიღებული შემოსავალი $40 მილიონ და რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს კულტურას და კულტურის მნიშვნელობას და ძალიან და არის ერთ-ერთი გამორჩეული. რაც შეეხება თხილთან დაკავშირებით, მინდა აღვნიშნოთ, რომ თხილში არსებობს გამოწვევები, რომელიც არის ბაქტერიული დაავადებები. დღეს აქ იყვნენ წარმოდგენილი ჩვენი სამინისტროს სხვადასხვა მიმართულების ხელმძღვანელები, როგორც სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, ასევე სურსათის უვნებლობა. ადგილზე კიდევ ერთხელ გავეცანით და მოხდა შეხვედრა ფერმერებთან, კიდევ ერთხელ იმჯელეს იმ გამოწვევებს, რომელიც ამ კუთხით არსებობს, დაიგეგმა შემდგომი ნაბიჯები, რაც თავისთავად ცხადია, კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვა, რომ არის მიმართული იმისთვის, რომ ფერმერებთან არსებულ გამოწვევებზე იყოს მყისიერი რეაგირებები, რადგან შესაბამის კულტურებს ჰქონდეს შესაბამისი მხარდაჭერები და იყოს მაქსიმალურად მხარდაჭერილი ჩვენი კუთხით. ძალიან მოხარული ვარ დღეს ბატონ მინისტრს რო შევხვდი, ეს იმედს გვაძლევს იმისას, რომ მეფუტკრეობის საქმე კარგად გაგრძელდება. ჩვენ დიდი გამოწვევების წინაშე ვართ ამჟამად, მოყავს ახალი ტკიპა, რომელსაც ტროპი ქვია, რომელსაც ვუმკლავდებით მეფუტკრეები, გვეხმარება სურსათის ეროვნული სააგენტო, გვეხმარება სოფლის მეურნეობის სამინისტროც პარალელურად და ყველანი ჩვენს გვერდით არიან. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ქისტოუნაგროს ბაღში, რომელიც სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ არის დაფინანსებული. გვაქვს გადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც 2000 ტონა მოცვის გადამუშავებას უზრუნველყოფს სეზონზე. აქტიურად ვიღებთ მონაწილეობას გამოფენებში, სადაც ვცდილობთ, რომ მარკეტების დივერსიფიცირება მოვახდინოთ და საექსპორტო ბაზრების რიცხვი გავზარდოთ საქართველოდან. წელს მოსავალი კარგი ჩანს, თუმცა წამლობა პრევენციული აუცილებელია, მაგრამ ეს დაავადება არის ყველაზე საფიქრებელი, რომ ჩვენთანაც არ მოვიდეს და ამიტომ ყველამ ერთმანეთს უნდა დაუდგეთ გვერდზე, რომ მალე გამოვლინდეს ამ დაავადების მიზეზი და რა ოპერაცია რა ღონისძიება შეიძლება ჩატარდეს, რომ აღნიშნული დაავადება დავამარცხოთ, რომ სხვადასხვა ჯანმრთელ მცენარეზე არ გადავიდეს. ჩვენ ასევე ვაპირებთ წელს გეგმათ ასევე სოფლის მეურნეობის დახმარებით, იაფიანი აგროკრედიტით, რომ წვეთოვანი სისტემა გავაკეთოთ ჩვენ თხილის პლანტაციაში, რომ უფრო სწორად და უფრო მიზანმიმართულად და ეფექტურად მივაწოდოთ თხილის ნერგს წვეთოვანით როგორც წყალი, ასევე სასუქები და სხვადასხვა მინერალები.